უზარმაზარ სივრცეში ყვითელი შუგი იდგა, ყველაფერი ციმციმებდა. ციმციმს განათების მძლავრ ნაკადში არეკლილი მტვრის ნაწილაკები იწვევდა. მექანიკურად ზემო დავიხედე, ჭერი არ ჩანდა, ყველგან სხვადასხვა განათების აპარატი ეკიდა, ყველაფერი ბრჭყვიალებდა. ორწლიანი სიბნელიდან მოსულ ბავშვს ამდენი სინათლე ჯადოსნურ შთაბეჭდილებას ახდენდა. ამ უსასრულო სივრცეში პატარა, ძალიან პატარა ვიყავი. სტუდიის ერთ წერტილში სკამი იდგა. სინათლის მძლავრი ნაკადი ამ სკამს ეცემოდა. კამერის მხარეს ბნელოდა. ეს იყო ჩემი სამყარო. გადაცემა მონატრების ფერები, სტუმარი გახლავთ, ჟურნალისტი და ტელეწამყვანი. ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემა პროფილის წამყვანი მაიკო ასათიანი. უღრმესი მადლობა ამ ნაწყვეტისთვის. მე დღემდე ამ წითელ შუქს ვეძებ ხოლმე და ვიცი სად უნდა გავიხედო, როცა მაყურებლის მოკითხვა მინდა. გულჩვილი გავხდი ამ ბოლო დროს წლები რაც მემატება და გული ამიჭიყდა ამ ნაწყვეტზე. ისე წაიკითხე ჩემი წიგნიდან ფრაგმენტი, თითქოს მართლა მწერალი ვიყო და ეს ძალიან მესიამოვნა. არ გენატრება ეს გარემო? ძალიან მენატრება, არანორმალურად ტკივილამდე მენატრება, სიზმარში ვხედავ, მაგრამ მენატრება ტელევიზიის ოქროს ხანა, როცა რუსთავი დასავლური ტელევიზია იყო, როცა ძალიან ბევრი ინოვაციური გადაცემა გადიოდა რუსთავი 2-ზე. და ის აღარასდროს არ დაბრუნდება და ამას ძალიან განვიცდი. როგორი ფერი აქვს მონატრებას? მიუხედავად იმისა, რომ სენტიმენტალური ადამიანი ვარ, ძალიან პრაგმატული ვარ. ვამბობ მენატრება, მაგრამ ამას აღარ უღრმავდები. რასაც ეშველება, იმაზე უნდა იდარდო. ისე ჩემს სახში ყველაფერი ლურჯია და ალბათ ხო მონატრებასაც ლურჯი ფერი აქვს. აქვე ვიტყვი, რომ ერთობ საპასუხისმგებლოა თქვენთან ინტერვიუ. იქიდან გამომდინარე, რომ მე ვიყავი თქვენი მაყურებელი. ყოველთვის, როდესაც ეკრანს აქეთ გიყურებდით და ვამბობდი, რომ აი ახლა ამ კითხვას დასვამს, მეგონა რომ იმ საპროდიუსერო ყურთან ჩემი ხმა გესმოდათ და ზუსტად იმ კითხვას ვამდით, რაც ჩვენ ტელემაყურებელს გვინდოდა. მეცაც გეტყვით, ფურცელი არასდროს არ მეჭირა ხელში, მქონდა თავში ინტერვიუს მონახაზი, მაგრამ თუ სტუმარი სხვა მიმართულებით წავიდოდა და აღმოვაჩენდი, რომ ბევრად უფრო საინტერესო თემას ეხება, მივყვებოდი მას არ შეიძლება ინტერვიუ წაიყვანო ისე თითქოს ეს მხოლოდ კითხვა-პასუხია. უნდა იგრძნო რესპონდენტი, ვინ არის, რა არის, როგორია, ნერვიულობს, არ ნერვიულობს, უნდა შეხვიდე მასში. და აი მისი ტყავი ჩაიცვა ცოტა ხანში და მე ძალიან მიყვარდა ხოლმე მზერითი კონტაქტი. აი ეს არ უნდა მოაშორო, სანამ გადაღება არ დასრულდება. დავითანხმები მაიკოს და ჩვენ ფურცლები თქვენთან აღარ გაგვჭირდება. პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მე მეჭირა ფურცელი. ეს იყო თქვენთან ინტერვიუ, იმიტომ რომ ადამიანს, რომელსაც მე ტელეეკრანიდან მისი ინტერვიუებით ვიზრდებოდით და ვსწავლობდით, ერთობ საპასუხისმგებლოა, რომ მასთან ჩაწერო გადაცემა. გადაცემა, რომელსაც უყურებს მთელი მსოფლიო, რადგან გადაცემა ეთმობა ქართველ ემიგრანტებს. მეც როგორ მიყვარს ემიგრანტი გოგოები, ოღონდ ლიტონის სიტყვები კი არ არის. ჯერ ერთი მადლობა პროფილისთვის და მადლობა თითოეული თბილი სიტყვისთვის, რომელსაც მიგზავნიდნენ, როცა პროფილი ზენიტში იყო და წლების მანძილზე იყო პირველი მაყურებლების რაოდენობით, მაშინ მქონდა ყველაზე დიდი ჰეითი. ეხლა ეს არავის არ უყვირს, მაგრამ ძალიან დიდ მხარდაჭერას გრძნობდი ემიგრაციაში წასული ქალებისგან. იმ ხელას, რომ ასე მგონია, ვერც ვერასოდეს დაუბრუნებ და მეორე რამაც ძალიან დამთრგუნა იყო ის, რომ როცა უნივერსიტეტში ვასწავლიდი, აღმოვაჩინე, რომ თითქმის ყველა ჩემი სტუდენტის დედა ემიგრაციაში იყო წლობით წასული და ეს ბავშვები იყვნენ უდედოდ გაზრდილები. ამ დროს მე შვილი უკვე აღარ მყავდა და გავიაზრე რას ნიშნავს ქალისთვის, როცა შენინებით ტოვებ შვილს
და მიდიხარ. უმძიმესი რაღაცაა. თუმცა ეს ბავშვები ვერც ისწავლიდნენ, დედები იქ რომ არ ყოლოდათ, არც საკვები ექნებოდათ სახლში, ვერც ჩაიცმევდნენ. და ეს არის ალბათ მთელი ჩვენი ქვეყნის ტრაგედია, რომ ახალგაზრდა ლამაზი შემდგარი ქალები საკუთარი ნებით ტოვებენ შვილებს ყველაზე ძვირფას და იმისთვის რომ ეს ბავშვი გადარჩეს და განათლება მიიღოს მიდიან იქ ძალიან მძიმე სამუშაოზე და ლექციას ასე ვიწყებდით ბავშვები ყვებოდნენ ხოლმე თავის ამბავს და აღმოვაჩინე რომ ყველას ამბავი ერთმანეთს გავს გადავწყვიტე რომ ერთი უფასო ადგილი აუცილებლად მექნებოდა სტუდენტისთვის და სანამ ლექტორი ვიყავი და ტრენინგებს ვატარებდი ეს ყოველთვის ასე იყო მეტი სამწუხაროდ არ შემეძლო მოგიკითხავთ აქედან ძალიან მაგარი ქალები ვართ ხო მე ჩავთვლი ჩემ თავს თქვენს რიგებში რაღა დაგიმალოთ და როცა მომიწია რუსთავი 2-დან წასვლამ გადარჩენაზე დავიწყე ფიქრი და პირველი აზრი რაც მომივიდა მოდი წავალ აი გიფიქრიათ თუ არა ემიგრაციაზე კი რუსთავი 2-დან რო წამოვედი ამაზე სერიოზულად ფიქრობდი პირველი მივხვდი რომ ძალა არ მქონდა ცხოვრების ისევ თავიდან დასაწყებად ნულიდან და მეორე მე აქ საფლავი მაქვს რომელსაც ვერ დავტოვებ მე კიდე სხვა ისტორია მაქვს თქვენ დროებაში როდესაც მუშაობდით ხშირად გიწევდათ საზღვარგარეთ წასვლა ემიგრანტებზეც აკეთებდით რეპორტაჟს ჩვენ წიგნზე ვისაუბრებთ მაგრამ სანამ წიგნი იქნებოდა იყო ჯერ დროება სადაც თქვენ იყავით ზენიტში და თითოეული რეპორტაჟი მახსოვს თქვენი და შემდგომ იყო 7 ნოემბერი რითაც იყო ნოემბერში იბადება პროფილი მოდით დავუბრუნდეთ დროებას და გამოვარჩევ ერთ რეპორტაჟს რომელიც თქვენ წიგნში გაქვთ შეყვანილი ეს ეხება ირანში მოგზაურობას როდესაც შეხვდით ქართველ ფერეიდნელებს და იქ ამბობთ რომ ამ შეხვედრამ თითქმის ჩემი ცხოვრება შეცვალა და ამ ამბებმა რაც წიგნშია რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება რომ გაიხსენოთ ტრიგერია ჩემთვის ირანი იმიტომ რომ ეხლა იქ რა ამბებიც ხდებოდა მგონია რომ აი ყველა ქართველზე უფრო მეტად განვიცდიდი როცა მეკითხებიან რომელია შენი საყვარელი ქვეყანა ხო ძალიან უცნაურად ჟღერს რომ ამ მძიმე კაციჭამია რეჟიმის ქვეყანას ვასახელებ მაგრამ ირანი ამავდროულად სპარსეთი ამავდროულად უდიდესი კულტურის ქვეყანაა და ყველაზე ჯადოსნური რა იყო იცით იქ ვნახე ადამიანები რომლებიც მე-16 საუკუნის ქართულით საუბრობდნენ და მათ დიალექტში ირანული სიტყვებიც შედიოდა და ჩვენ დრო დაგვჭირდა რომ ერთმანეთისთვის გაგვეგო და ერთმანეთს გაუგეთ მერე დროებამდე კურიერში მუშაობდი აი მართლა ტალახში მოსიარულე რეპორტიორი ვიყავი ასე ვეძახით ხოლმე ასე ჟურნალისტებს ხო და რა მძიმე იყო ფსიქოლოგიურად ჩემთვის ჩადრის დახურვა დედაქალაქში თეირანში შეგეძლო რომ მხოლოდ თავსაფარი გკეთებოდა და დახურული გქონოდა ფეხები მაგრამ ფერეიდუნ შაჰრში სადაც ეს რეგიონია და ქალაქი სადაც ფერეიდნელი ქართველები ლოკალურად ცხოვრობენ და სადაც დაასახლა შაჰაბასმა პროვინცია მაინც და იქ თავიდან ბოლომდე ჰიჯაბი უნდა გცმოდა და ეს იყო ძალიან მძიმე ჩემთვის იმიტომ რომ ამ ჰიჯაბით არავინ არ ხარ შეუმჩნეველი ხარ თვალები ჯახრილი უნდა გქონდეს თან 50 გრადუსი სიცხეა და როცა შევდიოდი ამა თუ იმ ფერეიდნელი ქართველის სახლში არ ვიცი როგორ ხდებოდნენ მეუნებოდნენ ახლა შეგიძლია გაიხადო ახლა საქართველოში ხარ და ვიხსნიდი ხოლმე ჩემ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რეპორტაჟი იყო და 22 წელი გავიდა და ესეთი
გზნებით არც ერთი სხვა რეპორტაჟი არ მახსენდება. პირველი შეხვედრა ქართველ ემიგრანტებთან. არ ყოფილა არც ერთი მოგზაურობა, სადაც ერთ-ერთ სიუჟეტად ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრა არ მქონოდა გათვალისწინებული. ეს იყო ერთ-ერთი პირველი თაობა ემიგრანტებისა და ჯერ მაშინ ბოლომდე გააზრებული არ მქონდა, რომ გაივლის წლები და ეს ხალხი უკან საქართველოში აღარ დაბრუნდება. ძალიან ძნელი იყო, იმიტომ რომ შენ ჩამოხვედი და მერე უკან წახვალ და ისინი რჩებიან გაურკვეველი შრომით თან. სიუჟეტი ქონდა უკვე პროფილში ერთ-ერთ ქალბატონზე საბერძნეთში, რომელიც მოხუცული და ერთ პატარა ოთახში საწოლიც კი არ ქონდა, იატაკზე დაფენდა ლეიბს, იქ ეძინა და 21 დღეში ერთხელ გამოდიოდა და ხო, იმისთვის რომ აქ ოჯახი ერჩინა და ნახევარზე მეტი საქართველო ამ ქალბატონების გადარჩენილია. რას გეუბნებოდნენ მაიკო ემიგრანტები? საბერძნეთში პაატა ბურჭულაძის იავნანას კონცერტი იყო ათენში. და მე შევხვდი ამ ქალბატონებს. დარბაზი სავსე იყო ქალბატონებით, რომლებსაც წამოყვანილი ყავდათ თავისი მოხუცები. რომ ეჩვენებინათ რა არის ქართული კულტურა. იქ სუხიშვილებიც გამოდიოდნენ, ნანი ბრეგვაძეც, ან ჩვენი მუსიკალური სამყაროს ნაღები საზოგადოება. მახსოვს როგორ ხვდებოდით მათ და ვამბობდი, რომ ნამდვილი საქართველო აქ არის თქო, იმიტომ რომ გულში მიხუტებდნენ, მეფერებოდნენ, 1000 ტკბილ სიტყვას მეუბნებოდნენ და მივხვდი, რომ ისეთი მონატრებული ვიყავი ამას ჩემ ქვეყანაში, სულ ყვები ხოლმე, რომ ქართველი ემიგრანტები არიან ნამდვილი ქართველები. აქედან წაიღეს საუკეთესო და არ დაკარგეს და ჩვენ რაღაცნაირი მოჟამულები გავხდით. გვენანება ერთმანეთს კარგი სიტყვა უთხრათ. თითქოს ამით რამე დაგაკლდება. ცუდის დაწერაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. ყველას კარგად გვახსოვს 7 ნოემბერი და იმედიდან თქვენი წამოსვლა. იმედიდან წამოსვლა არა, უბრალოდ სხვა გზა აღარ გქონდათ და კარგად მახსოვს შემდგომ ეს დროება სოფო მოსიძეს და გრძელიშვილის მხრივ პირველ არხზე აღდგა, მაგრამ ეს ის დროება აღარ იყო. და შემდგომ უკვე იბადება პროფილი. ერთადერთი ვიტყვი იმას, რომ 2-3 წლის მანძილზე სამხედრო ფორმაში ჩაცმულ ადამიანს როცა ვხედავდი, პანიკური შიში მემართებოდა. ერთხელ მახსოვს რუსთავიორში ერთ-ერთი თანამდებობის პირი მოვიდა სტუმრად და ამანამდე მოვიდა მათი დაცვა სამხედრო ფორმაში და ჩემი თანამშრომლები ყვებიან, რომ დერეფანში გავრბოდი და ვცდილობდი დამალვას. ეს მე არ მახსოვს, მაგრამ ამ სტრესმა მე ნელ-ნელა გაიარა და მე იყო პროფილი. აი როგორ დაიბადა პროფილი და რატომ სახელი პროფილი და არა სხვა? ეხლა რო ვთქვა, რომ Facebook-ი მაშინ არ იყო და ანუ პროფაილს გამო არა. დავრჩი უმუშევარი და მქონდა რამდენიმე შემოთავაზება. ერთ-ერთი შემოთავაზება იყო, რა გინდა, რისი გაკეთება გინდა. და მე ყოველთვის მებრძოლი ადამიანი ვარ, არ ვნებდები არასდროს და მიზანი მქონდა, რომ პროფესიაში დავრჩენილიყავი, ეს ერთი და აღარასდროს აღარ გამეკეთებინა პოლიტიკური სიუჟეტები, რათა ვინმეს ხელში ბრმატყვია არ ვქცეულიყავი. და დავთანხმდი და ამიტომ პირველი პროფილი გავიდა ტელეკომპანია მზეში. მაშინ ქართულ მედიაში საერთოდ არ არსებობდა გამოცდილება არაპოლიტიკური ტოქ-შოუ როგორ უნდა გაკეთებულიყო. გარშემო ყველას ტელევიზიაში, სხვადასხვა ტელევიზიებში მომუშავეებს ეგონათ, რომ აუცილებლად ჩავარდებოდა
ერთი მთავარი მიზეზის გამო, რომ რესპონდენტები არ მოვიდოდნენ, ეს ერთი, რომ ქართველები ძალიან დახურული ადამიანები არიან და პირადზე არ ილაპარაკებენ და რომ ეს შეუძლებელია და ეს კიდევ უფრო დიდ სტიმულს ბაძლევდა. მახსოვს პირველ სტუმრებთან მე თვითონ მივდიოდი, ხო არის წესი რომ უნდა დარეკო, ხო? მე თვითონ მივდიოდი და ვუყვებოდი ეს რა გადაცემა შეიძლება ყოფილიყო, რა შეეხება სათაურს. უნდა ყოფილიყო მარტივად დასამახსოვრებელი და ბრუნვადი, უნდა გეთქვა პროფილში მივდივარ. იყო ერთ-ერთი ჩემი გუნდის წევრისგან ვერსია, რომ მოდი მაიას შოუ დავარქვათ და მე კატეგორიულად არ მინდოდა, იმიტომ რომ არ ვთვლიდი თავს იმ სიმაღლეზე, რომ გადაცემა ჩემი სახელი რქმეოდა. თქვენი საფირმო დაწყება, ასე რომ ვთქვათ. გამარჯობა ჩემო მაყურებელო და თუ შენ ახლა მიყურებ. თუ შენ ახლა მიყურებ, პროფილს ხო ბევრი სხვადასხვანაირი სეზონი ქონდა და ეს იყო სეზონი, რომელიც მთლიანად სოციალურ საკითხებს ეთმობოდა და წარმოიდგინეთ, იმ წლებში ეს რა უცხო იყო მაყურებლისთვის, როცა ჩვენ ვთქვათ ჰომოფობიაზე ვაკეთებდით გადაცემას, როცა ფემიციდზე ვაკეთებდით გადაცემას, მაგალითად წერილები მოგდიოდა, რომ მსხვერპლია დამნაშავედ უქმარმა მოკლა. ასეთი შემთხვევაც გქონდა და მაშინ შევხედავდი კამერას და ვიტყოდი თუ შენ ახლა მიყურებ. ხო ის პერიოდი პროფილის მენატრება. დაკარგულები ყველაზე ემოციური გადაცემები. ერთადერთი თემა იყო, რომელიც პირველი გადაცემიდან ბოლომდე გამოყვა. და ძალიან საინტერესო იყო თვითონ დაკარგულების საგამოძიებო ნაწილის მიყოლა. როცა გავარკვიეთ, რომ ეს კარტელია და შემთხვევითი მოვლენები არ არის. და ძალიან გული მწყდება ამ გადაცემაში მთავარი იყო პოვნა. და გული მწყდება, რომ ვეღარ ვეხმარებით ადამიანებს, იმიტომ რომ ამ გადაცემაზე მუშაობდნენ გამომძიებელი ჟურნალისტები და მათ იცოდნენ როგორ ეპოვნათ. არც ერთ ინტერვიუში და ზოგადად ტელევიზიაში ნუცა არ ჩანდა. ამბობდი რომ ყოველთვის მინდოდა ის ყოფილიყო თავისი წარმატებული და არ უნდა ქონოდა დედის გავლენა. ის არ ოცნებობდა ჟურნალისტიკაზე, სწავლობდა უცხოეთში და შემდგომ ხდება ის ტრაგიკული ამბავი. და მაია ასათიანიც ქრება ცოტა ხნით ტელეეკრანიდან. ამის გადატანა ისე რომ ჯანსაღი ფსიქიკა შეინარჩუნო ძალიან ძნელია. წინა დღეს რო დავურეკე, მან დამიმალა რომ ავად იყო. მეც როგორი დედა ვიყავი, წარამარა რო ურეკავს შვილს, აბა სათხარ, აბა როგორ ხარ, აბა დამენახე და ეს გავაგრძელებ პარიზშიც. ძალიან მეამაყებოდა რომ გრანტით სწავლობდა ჩემი შვილი. თავისით მიაღწია ამას და არა იმიტომ რომ მაია ასათიანის შვილი იყო. იმ დილას ჩემ თავს უთხარი რომ ეს არის ავადმყოფობა, მაია პარიზშია ბავშვი და დააცადე იყოს დამოუკიდებელი და დილით არ დავრეკე. 3 საათზე დამირეკეს უნივერსიტეტიდან და მითხრეს რომ ის კომაში იყო. სინამდვილეში მე როცა დაიწყეს ჩემმა თანამშრომლებმა ჩემ გარშემო მოგროვება, როცა ნიკამ დამირეკა გვარამიამ და ნიკას ვთხოვე რომ იქნება შენ დარეკო მეთქი და გაარკვიო. მე არ ვიცოდი რამდენად მძიმე იყო და ნიკასთვის უთქვამთ she is dying. მე ის გავიგე ბევრი წლის შემდეგ. არ ვიცი ამ დროს რა გემართება, ჯერა რომ რაღაცა ცუდი გვერდს აგივლის. და ყოველთვის მეგონა სტუმრად მყავდა შვილგვტარი ქალები და ყოველთვის მეგონა რომ შვილის სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე აღარ არსებობს.
და როცა ფაქტის წინაშე დავდექი, მივხვდი, რომ ან უნდა მომკვდარიყავი, ან ცხოვრება გამეგრძელებინა. და დაკრძალვიდან ზუსტად 10 დღეში წავედი სამსახურში და რომ დამინახეს, სახე არა მაქვს ფაქტიურად, თვალების ნაცვლად 2 შავი ნახრეთი მაქვს. რომ დამინახეს გაოცებული სახეები მახსოვს ადამიანების, მაგრამ დავდიოდი ყოველ დღე. ხელით მატარებდა ჩემი პროდიუსერი კეთი ლომსაძე. მე რაღაც მომენტში მივედი იმ კონდიციამდე, რომ გადაცემის დაგეგმა დამეწყო. ეს გადაცემა უკვე დაგეგმილი მქონდა ვედის ირონიით და მე ძალიან მეშინოდა. როგორ წავიყვანდი, იმიტომ რომ ყველა სასიცოცხლო უნარი მქონდა დაკარგული. გარდა იმისა, რომ ვერ მოძრაობდი დამოუკიდებლად, იმის ჩათვლით, რომ მეტყველება მიჭირდა. გადაცემა იყო ადამიანებზე, ვინც ახლობლის სიკვდილი გადაიტანეს და გადარჩენ და ვახოსანაია სიჯდა დარბაზში და ვთხოვე, რომ თუ დამემართა მეთქი ესე გეხვეწები სიტყვა შემაშველეთქო. და ყველა საინტერესებდა, გარშემო უამრავი ხალხი იყო სტუდიაში, რას ვიზავდი. და კადრებშიც არის შეხვედრის კადრები, როცა მოდიხარ, სრული სიჩუმე. მომკიდა ხელი და საიდანაც ჩანდი უკვე გამიშვა და ესე კედელ მივდივარ, ავდივარ, ხალხი მეხუტება და რო დავდექი და წითელ შუქს თვალი გაუსწორე, იმის მერე არ გავჩერებულ ვარ. და მე დიდხანს აი მთელი წლის მანძილზე ეს მეტყველება ნელ-ნელა მიბრუნდებოდა, მაგრამ საკმარისია კამერის წინაშე დავმდგარიყავი, მეტყველებდი ისე როგორც ძველი მაია. არ მინდოდა რომ ჩემი გლოვა სხვას დაენახა. შავი ჭანსაცმელი მიყვარს ძალიან. ჩემ კარად არ ვნახოთ, სულ შავი ჭანსაცმელი კიდია და პროფილიც რო აი ესე გადაახვიოთ, სულ შავები მაცვია. მაგრამ სამგლოვია რო შავები სულ სხვა არის. და 40 დღის მერე გავიხადე შავები. და მეორე გადაცემიდან დავიწყე არ შემჩნევა იმისა, რაც მჭირს, იმიტომ რომ მაყურებლის ბრალი არ არის, მე რო ცუდად ვარ და ჩემი უბედურება სხვას მოახვიო თავს, მე ვთვლი რომ არასწორია. ნუცას გარდაცვალებიდან იყო რამდენიმე თვე გასული, როდესაც თქვენ და ლაშა ბუღაძე აღმოჩნდით ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე. როგორ შეგისწავლია, როგორ მომზადებული ყოფილხარ, მადლობა ამისთვის. სადაც მოკლედ აი ეს თქვენი ისტორია მოუყევით ლაშას და გითხრათ, რომ ეს უკვე წიგნია. აი სწორედ აქ იბადება თქვენი წიგნი სიცოცხლე 25-ჯერ წამში. ხო. აი ამაზეც რომ მოგვიყვეთ. და მე როგორც კი გამოვიდა ლაშა გახდა ბესტსელერი ჯერო სადღაც 17,000 ეგზემპლარამდეა გაყიდული და ძალიან ამაყი ვარ ამით, თუმცა ამისთვის არ დამიწერია, დავწერე იმისთვის, რომ მძიმე მდგომარეობიდან გამოვსულიყავი, ეს ხშირად მომიყოლია. კიდევ ერთი ახლობელი ადამიანი გარდამეცვალა, ნუცას გარდაცვალებიდან 2 წლის თავზე და აი უკვე ძალიან მძიმედ ვიყავი, რატომ დამდევს სიკვდილი. დავიწყე წერა და უცებ აღმოვაჩინე, რომ მარტო ჩემთვის წერა, ტელეჟურნალისტი ვარ, არ გამომდის. დაურეკე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ხელმძღვანელს თინა მამულაშვილს და ვთხოვე, რომ თუ შეგიძლია წაიკითხო, თქო. წაიკითხა ეს ერთი თავი და მითხრა აუცილებლად უნდა დაწერო, ეს ბესტსელერი იქნებაო. და დავიწყე წერა, მაგრამ სანამ მეორე თავზე გადავიდოდი, ჩემი რომანის უფრო არა, ჩემი წიგნის მთავარ გმირს დაურეკე და ვუთხარი, რომ ასე და ასე წიგნს წერ, თქო. და შენც მისი მთავარი გმირი ხარ, თქო. დაბა წაიკითხე, თქო. წაიკითხა და ძალიან მომეწონა და მე დავწერდი თავს, გავუგზავნიდი. დიდი პაუზა მქონდა ბოლო თავის დაწერამდე, სადაც ნუცას სიკვდილია აღწერილი, თვეები ვემზადებოდი, რომ ეს დამეწერა. კითხველს რა ელოდება, რომელმაც
აი ახლა ჩართა ჩვენი გადაცემა, ან მოხდა ამ სოციქსელში და დაინტერესა. ბევრს გონია რომ რახან მაია ასათიანმა წიგნი დაწერა, ის არის მძიმე, ის არ არის მძიმე, ძალიან მარტივად იკითხება. როცა წერდი ჩემ თავს უთხარი, პროფილში ქონდა ხუმრობა. პროფილში როცა მიდიხარ, ერთი სიყვარულის ისტორია ჯიბეში უნდა გედოს. თქო, მე ხო ხშირად ვეკითხებოდი, ვინ გიყვარდა. ხო და წერის დროს ჩემ თავს უთხარი, რომ სიყვარულის ისტორია უნდა მეჩუქებინა ამ წიგნისთვის. ძალიან გულწრფელად დავწერე, ასე რომ წიგნში არის ნამდვილი სიყვარულის ამბავი, არ არის ორი სიტყვით აღწერილი, ისე ცლად არის კარგად და მსუბუქად იკითხება, ასეთი მინდოდა რომ ყოფილიყო. ორ პარალელურ სამყაროში ხდება მოქმედება. ესეა, ჩემს ბავშვობაში და სპარსეთში. პროფილური კითხვა, რომელსაც მაია ასათიანს დაუსვამდა. ოჰო, რა მაგარი შეკითხვა. პროფილური შეკითხვა სიყვარულზეა. კითხავდი ჩემ თავს, როდის შეგიყვარდება? ან შეგიყვარდება კი ოდესმე ისევ. ან მეორე ვერსიაც მაქვს. იქნებ იმ ტრაგედიის მერე რაც განვიცადე და რა ძალაც მოვახმარე მერე ფეხზე დადგომას, ყველა რესურსი სიყვარულის ამოწურული მაქვს. აი ამას ვკითხავდი. პროფილი რუსთავი ორიდან ქრება და ზუსტად მაშინ ამბობთ, მშვიდობით პროფესიაო. აი ეს პერიოდი რომ გაიხსენოთ. მართალი ვიყავი თურმე. ჩემი პროფესია ეხა უმძიმეს დღეშია. იმიტომ რომ ფიზიკურად საშიშია უკვე იყო ჟურნალისტი. ბოლო ეთერი რომ გაიხსენოთ პროფილი. მე ვარ სპონტანური ადამიანი. ეს გადაწყვეტილებაც სპონტანურად მოვიდა და მე პროპაგანდისტულმა სააგენტოებმა დაწერეს, რომ ხელოვნურად ტიროდაო და რანაირად შეიძლება 20-ზე მეტი წელი გავატარე რუსთავიორში და გასაგები იყო რომ უკან ვეღარასდროს ვერ დავბრუნდებოდი. ძალიან მძიმე იყო და რთული. ამბობდით რომ ბავშვობიდან ფუფალას მეძახდნენ და ხშირად მიყვარდა ბებიის კრემებში. მადლობა ასეთი მომზადებისთვის. ბებიის კრემებში, ასე ვთქვათ, ხელის არევა და სახეზეო. დღეს ჩვენ გადაცემას წერთ, როდესაც თქვენ არ გაქვთ ტელეგრიმი გაკეთებული და აღნიშნეთ, რომ გადაცემის ჩაწერამდე რომ ეს დამსახურება არის EMA-10-ის. ძალიან მომწონდა ბავშვობაში, რომ ჩემი გვარი თან რიცხვი იყო. ვიცოდი რა მინდოდა და როცა იცი რა გინდა, მინდოდა რომ ვიზუალი ქონოდა ძალიან ლამაზი. მინდოდა რომ ყოფილიყო ლუქს პროდუქტი, იმიტომ რომ ლუქს პროდუქტი ძალიან ძვირი ღირს. ადამიანები ხშირად ამბობენ რომ მე ვიხდი ძვირს, ვიცი რომ კარგია. აი მანდ არის მთავარი გამოცანა ეხლა. და მესამე და მთავარი ეს უნდა ყოფილიყო ისეთი კარგი, რომ მეორეთაც ეყიდათ. იმიტომ რომ პირველად შეიძლება იყიდონ დაინტერესოთ და მეორედ თუ ყიდულობს, ესე იგი მოეწონა. ასევე წარმართველი იყო ფასი. უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი. ისე გავაკეთე, რომ ნედლეული ყოფილიყო ევროპაში, მაგალითად მილანში და პარიზში ლიცენზირებული. შესაბამისად, ასეთი პროდუქტი არის ძალიან ხარისხიანი. აღმოვაჩინე თბილისში iOS ხარისხის ლაბორატორია, სადაც სხვა ქვეყნებიდანაც ხდება პროდუქციის დამზადება. მე ვიპოვე ფორმულატორი, რომელსაც ძალიან მაგრად შევეწყე. როცა მკითხა, აი რა გინდაო? უთხარი რომ აი ესე რო აკეთებდეს კრემითან მალე თქო და თან აი სველი რო იყოს თქო და მოიგონა მან ლუქსი ანუ ჰიალურონით და კოლაგენით მდიდარი და გამომდინარე იქიდან რომ ეს ძალიან ხარისხიანი ნედლეულით არის ძალიან უყვართ ჩვენი ბესტსელერია ჩვენს გადაცემასაც ყავს უფრო მეტი ქალბატონი მაყურებელი ბევრი არის საქართველოს ფარგლებს გარეთ ემიგრაციაში და ბევრს გაუჩნდება EMA-10-ის შეძენის სურვილი გაჩვენებთ თითოეული სეტის შრატს მოკლედ
ლუქს კრემს, რომელიც არის კოლაგენით და ჰიალურონით, რომელსაც აქვს როგორი ეფექტი იცით, აი რაც დათოს ვაჩვენე. აი ეს ეწევს კანს, შეგიძლიათ ცალმხარეს წაისვათ და აი მაშინვე მიხვდებით და მამაკაცებს რამდენად შეუძლიათ გამოიყენონ. მამაკაცებს თავისუფლად შეუძლიათ გამოიყენონ. და სეტში რა თქმა უნდა შედის კრემი, მერე შრატი, რომელიც არის E-ვიტამინის და აი ჩემი ფავორიტი შრატია და მომხმარებლისაც, იმიტომ რომ ძალიან კარგად ყვებავს კანს და თვალის კრემი, რომელიც არის ნიაცინამიდით და ნიაცინამიდი მკურნალობს შავ წრეებს და წვრილ ნაოჭებს. მარგალიტის სეტი გვაქვს, ყველაზე უნდა თქვა მიყვარს თქვენ და რატო? ჰიალურონის და კოლაგენის გარდა ჩემს მარგალიტს აქვს ნატურალური მარგალიტის ექსტრაქტი. და საოცრად ატენიანებს კანს ეს ხარისხიანი ჰიალურონი და კრემსაც რო წაისვამთ მარგალიტს აქვს ლიფტინგის გაორმაგებული ფუნქცია პლუს კოლაგენი და ეს ლიფტინგი აი ჩათვალეთ რომ 1-10 წელი მოგაკლდათ და თან აქვს აი ესეთი მარგალიტისებრი ბრჭყვიალება აი ცოტა ვერცხლისფრად ბრჭყვიალებ მესამე სეტი არის 24 კარატიანი ოქროს სეტი ჯერ კიდე ნეფერტიტის დროს ოქროს ნამდვილ ოქროს იყენებდნენ გასაახალგაზრდავებლად ეს გეცოდინებათ ამაში არის ჰიალურონი და ოქროს ფხვნილი და კრემშიც არის კოლაგენი, ჰიალურონი და დიდი რაოდენობით ოქრო. თვალშიც არის 24 კარატიანი ოქრო. ეს არის რეტინოლი თავისი კრემით და თვალის კრემით. ეს მომწონსთან სხვადასხვა ფერები როა. კანს ახალგაზრდავებს. ყველა არის ანტი-ეიჯი. ანუ 30 პლუსია ყველა. რასაკეთებს იცით კანს აშრევებს და შიგნიდან ამოდის ახალი კანი და ნაოჭებით შესაბამისად სიღრმეს კარგავს. ოღონდ დილით აუცილებლად დამცავი უნდა წაისვათ. ყველაფერი გითხარით, კიდე გვაქვს სახის დამცავი, ბოდი ლოსიონი, დეკოლტეს კრემი. ჩვენ ძალიან კარგად აწყობილი Facebook-ი და Instagram გვერდები გვაქვს. თანამშრომლობთ საქართველოს ფოსტასთან და ნებისმიერ ადგილას გაუგზავნით. იმდენად ხელმისაწვდომია თქვენი კრემები, რომ ამ კრემს ხელიდან არ ვუშვებ. ვაიმე არ წამართო ეგერთი მაგ არ წამართო რა მე გამოგიგზავნი საჩუქას. დაველოდები მამაკაცის ხას. და პირველ შეგამოგიგზავნი. აუცილებლად ვიდეოსაც ჩავწერ და ოღონდ ეს არ წამართო პირველ. ამას არა. ეხა იტყვიან რომ რა ძუნწია, მაგრამ ერთადერთი მაგ მართლა ძალიან მაგრად მიტენიანებს კანს. ძალიან საინტერესოა იმათაც ესაუბარი, მაგრამ ისევ წიგნს მინდა დაუბრუნდე, რადგან ჩვენ რამდენიმე კვირის წინ შევხვდით ჩემი პროდიუსერის ლიგია მუშკუდიანის ინიციატივით. აი ლიგიას ნაჩუქარი ბეჭედი მიკეთია. როდის შევხვდით პირველად ლიგიას და როგორ მოხდა თქვენი ასე დამეგობრება? პროფილის პირველი წლები იყო, აი შეიძლება 2008-2009, კარზე იყო კაკუნი. და აი ქარიშხალივით რო რაღაცა შემოვარდება, ისე შემოვიდა რუსთავიორში ძალიან ლამაზად ჩაცმული ქერაქალი. პომადით. და მახსოვს ძალიან ლამაზი ყელსაბამი სულწყიალები. ბრჭყვიალები და მეც ბრჭყვიალები მიყვარს. პროფილი აქ არისო და თუ ჩვენ უთხარით რომ კი პროფილი არ არის მობრძანდით, მოვიდა გითხრა რომ მე ვარ ლიგია. ხო და აი ამ გაცნობის შემდეგ მე მგონი 1-2 საათი ვისხედით და ლაპარაკობდით. ლიგიას აქვს შემოქმედებითი გაერთიანება ლამარია. ჩვენი მეგობარი ქართულ ბერძნულ კულტურული ორგანიზაცია დიონისეს ხელმძღვანელი თაკო სამხარაძე და ჩვენ გადაცემა მონატრების ფერები მოკლედ გავამხილოთ რომ 29 მარტს გაზაფხულზე მოხდება ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრა. ყველაზე მეტად მიყვარს ჩემი წიგნის მკითხველები, რომლებიც რაღაცას მეკითხებიან, აზუსტებენ. ეს არის ჩემთვის აი არ ვიცი, მადლობაზე უფრო დიდი რამ და თან არ ვიცი, მე ძალიან მჭირდებით. დიდი სიცარიელე მაქვს და მინდა თქვენმა სიყვარულმა შეავსოს ეს სიცარიელე. ასე რომ 29-ში შევხვდებით.
მოკლედ მადლობა მინდა გადაგიხადოთ გულწრფელი საუბრისთვის, ბევრი საინტერესო რამ გავიხსენეთ და ბოლოს რას გვისურვებთ ჩვენ გადაცემა მონატრების ფერებს, რომელიც შევქმენით ქართველი ემიგრანტებისთვის და მათ ხმას მსოფლიოს ვაგონებით. მე გისურვებთ, რა უნდა გირჩიოთ ახლა პროფილის ავტორმა. დიდი რეიტინგი და მაყურებლის გულამდე მისვლა, რომ არა მარტო გიყურებდნენ, არამედ უყვარდეთ. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ მადლობა, იშვიათად შემხვედრია ასეთი მომზადებული ჟურნალისტი მართლა. ეს კომპლიმენტია თქვენგან, ძალიან დიდი მადლობა. მეგონა რომ სტანდარტული ინტერვიუ გვექნებოდა და ჩემთვის ეს ჟესტი იყო, რომ ფურცელი გადადე და უფრო მაგარი გამოვიდა. ნამდვილად, კიდევ ერთი საინტერესო სიახლე და სიურპრიზი ელოდება ათენში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, ჩვენს ქართველებს. 29 მარტს თქვენთან შესახვედრად მოდის მაია ასათიანი. ამ ყველაფერს კი ხელმძღვანელობს შემოქმედებითი გაერთიანება ლამარია და მისი ხელმძღვანელი, ჩემი გადაცემის მთავარი პროდიუსერი ლიგია მუშკუდიანი. ქართულ ბერძნულ კულტურული ორგანიზაცია დიონისეს ხელმძღვანელი ქალბატონი თამარ სამხარაძე და ჩვენ გადაცემა მონატრების ფერების შემოქმედებითი ჯგუფი. ვფიქრობ, საინტერესო იქნება მაიასთან შეხვედრა, რადგან ჩვენ აქ წარვადგენთ წიგნს სიცოცხლე 25 ჯერ წამში. მადლობა კიდევ ერთხელ მაიკოს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის გაზაფხულის პირველ თვეს ათენში ჩამოსვლა. ძალიან მჭირდება ეს შეხვედრა, იმიტომ რომ ცალი მხარე თითქოს цаრიელი მაქვს და მათ უფრო მჭირდები არა, მე უფრო მჭირდებიან ისინი, ათენელი გოგოები. მართლა. კიდევ ერთხელ მადლობა მასპინძლობისათვის. დიდი მადლობა. მე კი ჩვენს ტელემაყურებელს შევახსენებ, რომ თქვენ უყურებდით გადაცემას მონატრების ფერები. მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ. დღეს ჩვენ გმასპინძლობდა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული თოქ-შოუს ავტორი და წამყვანი მაია ასათიანი. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დღევანდელ გადაცემის დაგეგმვაში მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებული მადლობა კი ჩემს მთავარ პროდიუსერს ლიგია მუშკუდიანს, რომელიც ზრუნავს, რომ გადაცემა მონატრების ფერები იყოს ასეთი საინტერესო და შემოქმედებითი და ბევრი ქართველი ემიგრანტის ხმა გააგონოს მსოფლიოს. შემოგვიერთით სოციალურ ქსელ Facebook-ში, გამოვყვებით Instagram-ზე და გამოიწერეთ გადაცემა მონატრების ფერების YouTube-ის არხი, გააქტიურეთ ზარისღილაკი, რათა ჩვენი არც ერთი გადაცემა არ გამოგრჩეთ. მონატრების ფერების ნახვა შეგიძლიათ TikTok პლატფორმაზე და My Video-ზე. ჩვენი გადამღები ჯგუფის მოგზაურობას ევროპის მიმართულებით უზრუნველყოფს ჩვენივე ტურისტული კომპანია Dagi Travel-ი. მეგებრშიდოვებით რამდენიმე დღეში ჩვენ კვლავ ხვდებით ერთმანეთს გადაცემაში მონატრების ფერები.